ევროპარლამენტარები მოგესალმებით სოფომ აი ამ წუთებში შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ფეხით გამოიარეს რუსთაველის გამზირი და ასე ვთქვათ მხარდასაჭერად გვერდში დასადგომად საქართველოს მოქალაქეებთან რომლებიც უკვე 15 დღეა აპროტესტებენ იმას რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე აი ამ მოქალაქეებს მხარდაჭერას მხარდაჭერის გამოსახატად ისინი მიემართებიან და უკვე ხვდებიან ადგილზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს მე მინდა ოპერატორს ვთხოვო გვაჩვენოთ ის რეაქციები როგორც ხვდებიან ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში აქციის მონაწილეები ისინი შეძახილებით მადლობის გამოხატვით სამადლობელი სიტყვებით ხვდებიან დელეგაციის წევრებს თავისთავად ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები კი ასევე ცდილობენ რომ უშუალოდ გაესაუბრონ მოქალაქეებს რომლებიც ასე უწყვეტად დგანან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უწყვეტად გამოხატავენ პროტესტს, მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ გავესაუბრეთ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს თუ რა მიზანი არის მათი ვიზიტის, უმთავრესი მიზანი რა არის და ისინი აცხადებენ რომ იმ დროს როდესაც საქართველოს ხელისუფლება მოპარა არჩევნები ქართულ ხალხს მნიშვნელოვანია რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართულ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადონ და კიდევ ერთხელ შეახსენონ რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ევროკავშირში. ასევე ისინი საუბრობენ სანქციებზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ევროპარლამენტარების კომენტარები. ჩვენ აქ რომელიმე პარტიისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი. ის მოქალაქეები, რომლებიც აქ არიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი. ფიქრობთ, მათზე არ უნდა ძალადობდნენ, არ უნდა ჩაგრავდნენ და აპატიმრებდნენ მათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს სანქციების რეჟიმიც, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებში იყენებს. ნახოთ იქნება თუ არა ეს აქ შესაძლებელი. თუ ხელისუფლება ან კონკრეტული პირები არიან პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მაშინ მიზნობრივი სანქციები არის საჭირო. ის თუ ვის შეეხება სანქციები, წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. ეს ნორმალურია და მხოლოდ საქართველოს არ ეხება. სანქციებს უწესებთ სხვა სახელმწიფოებიც. სურდა საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა გქონოდა, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება, რაც აქ პოლიტიკურ დონეზე მიიღეს, არ არის გადაწყვეტილებები, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოვალით. ეს ძალიან სამწუხაროა. ტრაგედიაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. იმედი მაქვს, მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ ახლა ეს მტკივნეული ეტაპი უნდა გავიაროთ. ახლა ნიღბები ჩამოხსნილია და ძალიან აშკარაა, რომ ეს რეჟიმი და არა მთავრობა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. ჩვენ მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ. ყველა საშუალება, რომელიც ევროკავშირში გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ძალიან მწუხვარ, რომ ხალხს ეს არჩევნები მოპარეს. და ახლა მესმის, რომ ვიღაცებს ქართველების მომავლის მოპარვა სურთ. საქართველო ევროპაა. ვგრძნობ, რომ აქ ევროპელებთან ერთად ვარ და მინდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს ვიყო. სანქციები 27 ქვეყანას შორის განიხილება. ვიცით, რომ უნგრეთს ეს არ სურს, რადგან ის პუტინისა და ქართული ოცნების მხარეს დგას და ეს ევროპა არ არის. ამიტომ წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციები უნდა დააწესონ, რათა არა ხალხი, არამედ ადამიანების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირონ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თუ როგორი დაინტერესება გამოიწვია ევროკავშირის ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს. აქციის მონაწილეები ცდილობენ რომ გაესაუბრონ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს, რომლებიც მათ უშუალოდ მხარდაჭერას უცხადებენ და უშუალოდ ესაუბრებიან, უშუალოდ აღუთქვამენ მხარდაჭერას და ეუბნებიან რომ საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, ასე ვთქვათ, აპროტესტებს, მათ ისინი მხარს რომ უჭერენ. ევროპარლამენტარებმა უამრავი სხვადასხვა შეხვედრა გამართეს, მათ შორის პარლამენტის პრეზიდენტთან, მათ შორის მედიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
და ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის რომ გუშინ 11 დეკემბერს რასა იუკნევიჩიანემ რომელიც არის ერთ-ერთი ინიციატორი ევროპარლამენტარების ვიზიტისა საქართველოში მან გუშინ დაწერა რომ მათი ვიზიტის უმთავრესი მიზანი არის მხარდაჭერის გამოცხადება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მებრძოლი ქართველი მოსახლეობისადმი. და ახლა თქვენ ხედავთ კიდევ ერთხელ თუ როგორი ოვაციებით ხვდებიან ევროპარლამენტარების ვიზიტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელიც უკვე რამდენიმე 15 დღეა უკვე პროტესტის უწყვეტი ადგილია. მე მინდა უკომენტაროდ შემოგთავაზოთ ეს კადრები.